თუ შეძელით და ცხოვრებაში სულიერ სიმშვიდეს მიაღწიეთ, თქვენს გარშემო პეპლები დაფრინავენ დილით, ჩიტების ჭიკჭიკი გაღვიძებთ და დღეში მინიმუმ 2 ლიტრ წყალს სვამთ, შანსი იმისა, რომ დაბოღმილ მეგობარს თქვენთვის ფორმულა 1-ის ყურება დაეძალებინა, საკმაოდ დიდია. ან იქნებ უბრალოდ შარლის TikTok-ები გამოიყურება საინტერესოდ. დასაწყის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ცხოვრების რაღაც ეტაპზე ვიღაცისთვის შუმახერი მაინც გექნებათ დაძახებული. დავით შუმახერზე, რალფის ვაჟზე მაქვს რასაკვირველია საუბარი. ხო, თუ თქვენმა მეგობარმა უბრალოდ გამოგიყენათ თქვენი თავისუფალით რომ მოიგდო და ისე აგახიათ რომ სპორტის გაცნობის მაგივრად 22 მიმებს გიყრით, მე დაგეხმარებით. ან მეორე ვარიანტია უბრალოდ სანდუხელს მოადო თქვენი თავი და ეს ვიდეო დაგილინკათ. თუ თქვენი და ავტოსპორტის გადაკვეთა მხოლოდ ელვა მაქვინის ტრილოგიით შემოიფარკლება, მე და თქვენ საკმარისზე მეტი საერთო გქონია. ხო, თუ ეგეც არ გაქვთ ნანახი, დააპაუზეთ ეს ვიდეო, წადით პირველი 2 ნაწილი ნახეთ და მერე მოდით. ფორმულა 1 ერთდროულად ყველაზე სასაცილო გადაინჟინრებული ფიზიკაზე დაფუძნებული ჭადრაკია, რომლის მთავარი მიზანიც სხვა მილიარდელებზე და ნერდებზე გამარჯვება. სპორტი, სადაც გუნდები ათეულობით მილიონს ხარჯავენ იმაში, რომ წრეზე წამის 1/10 ამოიღოთ და მერე 2 წამი დაკარგოთ. იმიტომ რომ ბრიტანეთში 8-დან 5000 კილომეტრის მოშორებით ქარხანაში ვიღას ტიპს ძრავზე დამაგრებული ჰიბრიდული სისტემის სამაგრის ბოლტის გადაჭერა დაავიწყდა. თუ ისი ფიქრეთ, რომ ეს ლექცია, ახლა ავდგებით და მოგიყვებით როგორ არიან ეს მანქანასთან მსგავსებული რაღაცეები, ინჟინერიის შედევრები და თითქმის აბოტრიალებული თვითმფრინავები, ძალიან შევსტარხართ. საერთოდ არ ვდგავარ ახლა და მაგებს სხვა ვიდეოში ყვები. მოდი ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. რა არის ფორმულა 1? სახელი მათემატიკურ ამოცანას გავს. აი ისეც მეცადინეობის დროს ცრემლები რო დღაბნიდა ბელანსს. ფორმულა არის იმ წესების და რეგულაციების კრებული, რომელსაც ყველა გუნდი უნდა დაემორჩილოს. თუ არ უნდათ რომ დადისკვალიფიცირდნენ. ხო, თუ ახლა წავით გონებაში ძალიან მაგარმა გადაობამ გაგიევლათ, ფორმულა 1 არა 2-ო, გეტყვით რომ 3-იც არსებობს და 4-იც. და მეცაც გეტყვით ზემოთ ნახსენები ეტაპის გარეშე ფორმულა 1-მდე ფიზიკურად ვერ მიხვალთ. ლოგიკურად ციფრების კლებასთან ერთად მანქანაც უფრო სწრაფდება. სპორტზე იფიქრეთ როგორც ბევრი ფულიანი და ჭკვიანი ადამიანი შეჯიბრზე, სადაც პრიზი არა მარტო ფული, არამედ რეგალიაა, რომ ყველაზე სწრაფი ხარ, ყველაზე სწრაფ სპორტში. მერე თუ ფერარი ხარ, შენ მანქანასაც უფრო მეც გაყიდე და თუ წვენები გაბარია, მაგათაც. კონკურენცია კიდევ მრბოლელებში უფრო დიდია, ვიდრე ასტრონავტებში. კაი ხო, თლად ნორმალურ სახელმწიფო უნივერსიტეტში მოხვედრასავით რთული არაა, ნორმალურ ფაკულტეტზე. სამაგეროდ გარანტია გაქვს, რომ შენობას თავზე არ დაგახურავენ. რენოს ქარხანა ან ილიაუნი თუ არ ხარ. 2026 წლიდან ფორმულა 1-ში 11 გუნდი გვეყოლება. თითოეული მონაწილეობას 2 ბოლიდით იღებს. სხვა რომელი სპორტის ელიტაშია მხოლოდ 22 ადგილი. NBA-ში მოხვედრა უფრო მარტივია, ვიდრე ალპინში რეზერვ პილოტად. ეს არის ბოლიდი. ბოლიდი არის სპორტულად მომზადებული ავტომობილი. ვინაიდან ამ რაღაცას მანქანის არაფერი ეთყობა, შეგვიძლია პროტოტიპის დაუწახოთ. სამწუხაროდ პროტოტიპის სახელი სხვა რბოლის სახეობის მანქანებს აქვს დაკავებული. მანქანა კიდე შენი Honda Fit-ია, რომელსაც დარწმუნებული ვარ არ შეუძლია გვირაბის სახურავზე ამოტრიალებულ მდგომარეობაში გავლა. ნუ რეალურად ფორმულა 1-ის მანქანაც არ გვინახავს ამ კონდიციაში, მაგრამ თეორიულად ხო ვიცით რომ ეს შესაძლებელია. ფორმულა 1-ის გუნდები შეგვიძლია გავყოთ 2 ნაწილად: საქარხნო და სამათხოვრო. არ ვიცი, მე სახელი ვერ მოვფიქრე. საქარხნო გუნდები მანქანის ყოველ დეტალს თვითონ აკეთებენ, დაწყებული ძრავით და გადაცემათა კოლოფით, დამთავრებული საჭით. ფორმულა 1 წლის დასაწყისში გუნდებს აძლევს ნაწილების სიას, რომელი უნდა გააკეთონ აუცილებლად თვითონ და რომლის ყიდვა შეუძლიათ სხვებისგან. იმის გამო რომ ძრავის და გადაცემათა კოლოფის გაკეთება ბევრ ფულთან და ბევრ ტვინის ბურღვასთანაა დაკავშირებული, ღარიბი გუნდები საქარხნოებისგან ყიდულობენ ამ ყველაფერს. თან ხელს შეიძლება სხვა რაღაცებიც გამოაყოლონ. ასე მაგალითად ჰაასი 2016 წლიდან ფერარის გადაცემათა კოლოფით, ძრავით, დაკიდების სისტემით და საჭით მოძრაობს. თითოეული გუნდის თითოეული თანამშრომელი მაქსიმუმს დებს იმაში, რომ რბოლაზე სხვაზე უკეთესი მანქანა გამოიყვანონ. ერთი შეხედვით ეს მანქანები კი ერთმანეთს გავს, მაგრამ თუ დააკვირდებით, ეშმაკი დეტალებშია. სპორტის ისტორია კიდევ ძალიან მარტივია. 1950 წელს რეალობა ახმა დაკარგულ ევროპელებს, რომლებსაც ბევრი ფული ჰქონდათ, ერთმანეთთან კონკაობა გადაწყვიტეს და ამ ყველაფერს ფორმულა 1 დაარქვეს. ნუ მანამდეც ლიხაჩობდნენ, მაგრამ მაგას გრან-პრის სახელით ვიცნობდით. რასაკვირველია, დღევანდელი სტანდარტებით ეს მანქანები პრინცის შეფუთვას, ხოლო ჩამხუტები დემნაგვასალიას გაზაფხულის ზაფხულის კოლექციას გავს, მაგრამ რაღაცა რო გამოვიდეს, საიდანაც ხო უნდა დაიწყო. სწორედ ავტოსპორტიდან გვაქვს ის ოფციები, რის გამოც დღეს მანქანებს ვყიდულობთ. გაგიკვირდებათ და დღევანდელი სტარტ-სტოპის სისტემები 1970 წლიდან გვხვდებოდა ფორმულა 1-ში. დღეს შენ შეყვარებულს კარბონის სპოილერზე თვალები რო ებინდება და შენ გასაცვლელადაც მზადაა. ეგ კარბონი 1991 წელს მაკლარენმა გამოიყენა პირველად თავის მაკლარენ MP4R-ზე. ჰიბრიდული სისტემაც ავტოსპორტში გამოწვრთობის მერე დაიხვეწა რეალურ ავტომობილებში. ლოგიკურად სპორტის მთავარი მუღამი ხო შეჯიბრია. ვიღაცას თუ არ მოუგე, ან ვიღაცასთან თუ არ წააგე, ისე ხო ქუჩაშიც და დიხარ შენი მანქანით. ფორმულა 1-ში ყოველწლიურად 2 ჩემპიონის ტიტული თამაშდება: პილოტების და კონსტრუქტორების. პილოტების ინდივიდუალური მსოფლიო ჩემპიონატი ფანებში უფრო პოპულარულია. მაქსი ლუისი, ალონსო, ფეტელი, ალონსო, ჰამილტონი, ალონსო,
შუმახერი. ყველა მოუთმენლად ელოდება ვინ დადგება ბოლოს კვარცხლბეკზე და ვინ გაწუწავს ვის თბილი ძვირიანი შამპანურით. დაგასპოილერებ და გეტყვით რომ ამ ხალხის ერთმანეთთან მიმართ ნათქვამი სიტყვები უფრო არ დაიჯერება ვიდრე იმ ძიაკაცების მოდი ბიძი ამერიკა დაგანახო. ამან შეიძლება ჩერეს მექსიკით მართლა გადაგიყვანოს, მაგრამ ჯორჯი და მაქსი ხომ მეგობრები ვერასდროს ვერ იქნებიან. ხოლო გუნდებისთვის და სპორტის არსებობისთვის უკვე მნიშვნელოვანი კონსტრუქტორების ჩემპიონატია. ხო, სანამ გაურკვევლობა მოგაწვევათ, არა. ცალ-ცალკე არაფერს არ დადიან. ერთი გუნდის ორი პილოტი საბოლოო უქმეებზე იღებს ქულებს, ეს ქულები იკრიბება და დარდება სხვა გუნდის შეკრებილ პილოტებს. მაგალითად, მე და თქვენ ესპანეთში თუ ავიღეთ 53 ქულა, ხოლო შარლმა და ლუისმა 10, ჩვენ კონსტრუქტორების სიაში უფრო წინ ვიქნებით ვიდრე ფერარი. სწორედ კონსტრუქტორების ჩემპიონატის მიხედვით ნაწილდება გუნდებზე საპრიზო თანხა. გახდები ჩემპიონი, გექნება ბევრი ფული. არა და იყავი ეგრე. სტანდარტულ უქმეებზე კიდევ ქულების გადანაწილების პრინციპი ძალიან მარტივია. პირველ ადგილოსანი იღებს 25 ქულას, მეორე 18-ს, მესამე 15-ს, 12, 10 და ასე გრძელდება მე-10 ადგილოსამდე, რომელიც ერთ ქულას იწერს თავის აგარისზე. ბოლო პერიოდში გეომეტრიული პროგრესიით გაიზარდა რბოლების რაოდენობა. 2026 წელს 24 საბოლოო უქმე გვექნება კალენდარში. რბოლის სტრუქტურას რაც შეეხება, ყველაფერი 4 შაბათს იწყება, როდესაც გუნდები თავიანთი თანამშრომლებით და ინვენტარით ჩადიან საბოლოო უქმეებზე. აწესრიგებენ motorhomes, მართავენ საჭირო ტექნიკას. 5 შაბათს გვაქვს ინტერვიუები, რომლებზეც ვერაფერ ღირებულს ვერასდროს ვერ გაიგებ. მაქსიმუმ ვიღაცამ დაიძინოს და ვიღაცას გრეხები გაუხსენოს. თავარი სანახაობის შემზადება კიდევ პარასკევს იწყება. კალენდარში ნებისმიერი ტრეკი ინდივიდუალურია. არც ერთი მოსახვევი სხვას არ გავს. ზოგან უფრო მეტი სწორი მონაკვეთია, ზოგან კიდევ სწრაფი მოსახვევი. ყოველ გუნდს აქვს სიმულატორი. უხეშად რომ გითხრათ თამაში, სადაც თავიანთ ვირტუალური მანქანით ასობით წრეს გადიან ასევე ვირტუალურ ტრასაზე, რომ საჭირო ინფორმაცია მოაგროვონ რბოლისთვის. ჩათვალეთ, რომ ყველა გუნდს ერთი დავალება აქვს, მაგრამ ყველამ სხვადასხვანაირად უნდა შეასრულოს. ეს ყველაფერი კიდევ იმის გამო, რომ არც ერთი გუნდის მანქანა თავიდან ბოლომდე ერთნაირი არაა. მაგალითად, ბოლო 10 წელში რენოს ძრავი ცხენის ძალების სიმწირეს განიცდიდა. ამის გამო ცდილობდნენ, რომ სიჩქარე მოსახვეებში ეპოვნათ, რომ მეტად კონკურენტუნარიანები ყოფილიყვნენ. მეორე მხარეს Mercedes-ი იყო, რომელიც სწორმონაკვეთებზე ყველაზე სწრაფია. ფორმულა 1-ის ბოლის გააჩნია უამრავი დასაკონფიგურირებელი დეტალი. მაგალითად, წინაფრთის დახრის კუთხე, საბურავის ნახარი, უკანაფრთის ფორმა. ამ ყველაფერს უხეშად გუნდები სიმულატორის ხარჯზე ასწორებენ, ხოლო შემდეგ იწყება თავისუფალი პრაქტიკები. 3 საათიან სესიაზე გუნდები უკვე რეალურ პირობებში ტესტავენ მანქანებს. ითვალისწინებენ ჰაერის წინაღობას, ამინს და სხვა ისეთ დეტალებს, რომლებსაც სიმულატორზე ფიზიკურად ვერ გათვლიდნენ. პარასკევს 2 ვარჯიშით ვიწყებთ ოფიციალურად საბოლოო უქმეებს, რასაც შაბათის დინის შემაჯამებელი ვარჯიში მოყვება. პრაქტიკებზე ქულები არ იწერება. არც იმას აქვს მნიშვნელობა, ვინ ვისზე წინ დაამთავრებს, ან ვინ როგორ გადაასწრებს სხვას. მაკლარენი შეიძლება საბოლოო სიმულაციას აკეთებდეს და აინტერესებდეს როგორ წვდება მისი ბორბლები, როდესაც მანქანა სავსეა საწვავით და მძიმეა. ხოლო იქით ფერარი შეიძლება საერთოდ საკვალიფიკაციო ტემპს ამოწმებდეს. ყველას თავისი გასაჭირი აქვს. თუ სპორტის ყურებას ახლა იწყებთ, არა აუცილებელი ყველა პრაქტიკაზე დასხდეთ და უყუროთ. 5-6 წუთიან ჰაილაითებს ფორმულა 1-ის YouTube არხი მალევე დებს და მაგით შეგიძლიათ გაიგოთ რა როგორ მოხდა. მაგრამ რისი გამოტოვებას არაფრით არ შეიძლება არის კვალიფიკაცია. თუ ოდესმე გაგჩენიათ კითხვა რბოლის წინ ეს იმაზე წინ რატო დგას, სწორედ ეს პარასკევის სესია თქვენს კითხვაზე პასუხი. 3 სეგმენტად გაყოფილი სესიით ვიგებთ ვინ რომელი ადგილიდან დაიწყებს კვირის რბოლას. პირველ სეგმენტში ანუ keyword-ში ყველა 22 რბოლელი გამოდის და 18 წუთის განმავლობაში ცდილობს რომ ყველაზე სწრაფი წრე შეკრას. ტრასაზე ვინ ვის გადაასწრებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თავარია შენ მიერ გავლილი ერთი წრე სხვაზე სწრაფი იყოს. 18 წუთის გავლის შემდეგ კიდევ ყველაზე ნელი 6 პილოტი დაგტოვებს. ეს ხალხი ხვალიდან რბოლაში სწორედ იმ ადგილს დაიკავებენ, რომლებზეც კვალიფიკაცია დაასრულეს. 5 წუთიანი შესვენების შემდეგ კიდევ გადავდივართ მეორე სეგმენტში, ანუ keyword-ში, სადაც წინა სესიიდან დარჩენილი 16 რბოლელი ზუსტად იგივეს გაიმეორებს. აქაც 6 ყველაზე ნელი ჩარჩება და ხვალიდან რბოლაში დალაგებული რიგითობით კვალიფიცირდება. Q3 კიდევ კვალიფიკაციის ფინალია, სადაც ვიგებთ pole პოზიციის, ანუ პირველი ადგილის ავტორს. მესამე სეგმენტიდან აღარავინ ვარდება და ზუსტად ისე დალაგდებიან რბოლელები, როგორც სესია მორჩება. იმის გამო რომ ფორმულა 1 ცოტა მეტი ფული შოვნა მოუნდა, 2021 წლიდან კალენდარში რამოდენიმე უქმეს იღებენ და სპრინტი არ რბოლას ამატებენ. ამ რბოლის უქმეებს კიდევ პარასკევის ერთი ვარჯიშით ვიწყებთ. მერე იმავე დღეს მეორე პრაქტიკის ნაცვლად გვაქვს სპრინტის კვალიფიკაცია, რომელიც ზუსტად იგივე კვალიფიკაცია, უბრალოდ დროში ცოტათი შემცირებული. ხოლო შაბათ დღეს სტანდარტული ბოლო მესამე პრაქტიკის ნაცვლად გვაქვს პატარა რბოლა, რომლის საერთო დისტანციაც სტანდარტული რბოლის 33%, ანუ სადღაც 100 კილომეტრია. სპრინტზე ქულას პირველი 8 რბოლელი იღებს. პირველი 8-ს, მეორე მე-7-ს და ესე ბოლომდე. 2026 წელს 6 სპრინტიანი რბოლა გვექნება. და ახლავე დაგისპოილერებთ, რომ მაიამიში, ნიდერლანდებში და სინგაპურში არაფერი არ მოხდება. ჩვეულებრივი კვალიფიკაციის დროს კიდევ ისევ კვალიფიკაცია შედარდება, ოღონდ უკვე დიდი რბოლისთვის. ანუ გამოდის, რომ გუნდებს სპრინტიანი უქმეები არ უყვართ, იმის გამო რომ ვერ ასწრებენ ტრასასთან კონფიგურაციის მორგებას. მაგრამ ამით გულშემატკივრები უფრო ხეირობთ, რადგან ქაოტური რბოლები გაცილებით უფრო საინტერესოა, ვიდრე პრაგმატული ჭადრაკი. კაი, კვირა დღეს მოვიდა. უკვე პროგრესი გვაქვს და ვიცით ვინ რომელი ადგილიდან იწყებს რბოლას. ძალა კონტროლის გარეშე რო არაფერი არაა, რომელიმე დიქტატორი კი იტყოდა ამას, მაგრამ ჩვენთან ეს ფრთიანი ფრაზა პირელის ეკუთვნის. ერთადერთ საბურავების მომწოდებას ფორმულა 1-ში. პირელი უქმეებამდე წინასწარ ეცნობა ტრეკის სპეციფიკას. რამდენად წვდება რეზინი ასფალტზე. ნახულობს ამინდის პროგნოზს და ამის შემდეგ ირჩევს 3 კომპლექტს 6
C1-დან. C1-დან C6-მდე პალიტრა სიხისტის მიხედვით განსხვავდება. C1 არის ყველაზე გამძლე საბურავი, რომელიც ყველაზე მეტ ხანს ძლებს. უბრალოდ ყველაზე ნელია. ხოლო C6 ყველაზე მალფუჭებადი, მაგრამ სწრაფი. ამ 6 საბურავიდან ვიღებთ 3-ს. მაგალითად C2, C3 და C4. ეს საბურავი დაინიშნება სპეციალური ფერით. გამძლე და ნელი C2 თეთრი ფერით, რომლებსაც ხარდებს ვეძახით, სწრაფი, მაგრამ მალწვეთადი C4-ის წითელი სოფტი, ხოლო ამ ყველაფრის შუამავალი ყველანაირად საშუალო C3 ყვითელი მედიუმია. ამ ყველაფერთან ერთად კიდევ შეიძლება გაწვიმდეს. ლაითი წვიმისთვის გვაქვს მწვანე კანტიანი ინტერები, ხოლო დიდი გუბეებისთვის და შტორმებისთვის ლურჯი ვეთები. უბრალოდ თუ ისეთი წვიმა მოვიდა, რომ ეს გახდა საჭირო, დიდი ალბათობით უქმეებს გააჩერებენ. რატო გვაქვს მაშინ ეს ბურბლები არ ვკითხოთ, ვერ გიპასუხებთ. რბოლის დაწყებამდე ყველაზე საინტერესო ინფოგრაფიკა კი ისა, ვინ როგორი საბურავი სტარტავს. თუ რბოლელმა კვალიფიკაცია ჩააგდო და მალევე უნდა პოზიციების მოგება, მაშინ სოფტებით, ანუ ყველაზე სწრაფი საბურავებით დაიწყებს რბოლას. თუ დიდი ხანი უნდა ტრეკზე გაჩერება, მაშინ თეთრი ხარდებით. მაგრამ უმეტესად ყველა მაინც საშუალო ყვითელს ირჩევს ხოლმე. უბრალოდ ყველას აქვს ერთი წესი, რომლებსაც ვერ გადაუხვევენ. ყველა რბოლელი მინიმუმ 1 ხე უნდა შევიდეს პიტსტოპზე და შეიცვალოს თავისი საბურავი სხვა ფერის კომპლექტით. ანუ არ შეიძლება მედიუმებით დაიწყო რბოლა, შეხვიდე ბოქსებში, ისევ მედიუმი გადაიცვა და რბოლა დაამთავრო. ერთი საბურავი შესვლა აუცილებელია. ხოლო ზემოთ ლიმიტი აღარ აქვს. ზოგს ახალი საბურავებით სწრაფად სიარული ურჩევნია, ზოგს კიდე გაცვეთილით, მაგრამ პიტსტოპზე დროის არ დაკარგვა. თითოეული რბოლის დისტანცია წინასწარაა გაწერილი და 305 კილომეტრს პლუს 1 წრეს შეადგენს. ანუ ჩვენ თუ ბელგიის 7 კილომეტრიან სპას ავიღებთ, რბოლის საერთო დისტანციას 1 წრეზე გავუყობთ, მივიღებთ 53-ს პლუს 1 წრეს. გილოცავთ, ახლა თქვენ მათემატიკას იცით და ისიც რატოა ზოგი რბოლა უფრო გრძელი, ზოგი უფრო მოკლე, მაგრამ საერთო ჯამში ყველა ერთ დროს მთავრდება. ჩემი ფილოსოფიის გარეშეც მივხვდებით, რომ თავარი რბოლის მუღაბი არის სხვაზე ადრე დაფინიშება. მაგრამ რბოლის ყურება ისე რომ საგიჟეთში დასაწვენი არ გახდე, საერთოდ სხვა ესთეტიკაა. რას იფიქრებთ თუ გეტყვით, რომ აი ამ ადგილზე საინტერესო ეს გრძელი ჩარჩოა. სწორედ აქედან ვიგებთ ვინ სად არის და რამდენითაა მის წინა მანქანას დაშორებული. გრაფიკის წაკითხვა ძალიან მარტივია. რბოლის დროს პილოტის გასწვრივ დაწერილი დრო მიუთითებს თუ რამდენად წინა მის წინ მყოფი მანქანა. თუ დისტანცია 1 წამზე ნაკლებია, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი შეტევისთვის ემზადებ. თუ უფრო ნაკლებია, ესე იგი უკვე უტევს. ხოლო თუ მეტია, მაშინ გააჩნია ეს ხობა, მცირდება თუ იზრდება. ცოტათი ტვინისბურღვა კვალიფიკაციის ინფოგრაფიკები. ფორმულა 1-ის ეგიდით ჩატარებულ რბოლაში ტრეკი იყოფა 3 არათანაბარ სექტორად. პილოტების დროები კიდევ ამ სექტორების დაჯავებით მიიღება. თან შესაძლებლობაც გვაქვს, რომ ვიცოდეთ სწრაფი წრის დროს დაახლოებით რა ტემპში მიდის მის უშუალო კონკურენტთან. 3 კუბიკის ფერები მორიგეობით სექტორების გავლის შემდეგ ივსება. პირველი კუბიკი პირველი სექტორი, ანუ ტრასის პირველი მონაკვეთია. მეორე, მესამე კიდე ბოლო. ყვითლად გაფერადებული კუბიკი ნიშნავს, რომ რბოლელს ამ სექტორში უკეთესი დრო აქვს დაჩვენებით წინა წრეებზე, ანუ საკუთარ თავს დარდება. მწვანე მისი პირადი საუკეთესო სექტორია, ხოლო იასამნისფერი ნიშნავს, რომ იმ სეგმენტში მასზე სწრაფი იმ სექტორში არავინ ყოფილა. ანუ ფორმულა 1-ის გულშემატკივარი მანქანას თუ იყიდის, დღეიდან შეგიძლიათ უთხრათ, რომ სულ იასამნისფერზე იაროს. სტანდარტული რბოლის სცენარს რომ მივყვეთ, საინტერესო რაღაცები პირველ წრეზე ქაოში გვხდება. შემდეგ სადღაც 20 წრე ვისვენებ და მაშინ, როდესაც საბურავების ცვეთა პიკში იქნება, სავარძლიდან უნდა წამოვიწიოს. სწორედ აქ ეჯიბრებიან გუნდები ერთმანეთს და არა მარტო პილოტები. საბურავების შესვლა სპორტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედ არჩეული სიხისტის საბურავი და დასმული ტაიმინგი კიდევ დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია. მაგალითად, ზოგ ტრასაზე გადასწრება ძალიან რთულია. შენ წინ მდგომ მანქანაზე სულაც წამით სწრაფი რო იყო ერთ წრეზე, შეიძლება ტრეკის კონფიგურაციის გამო ვერ გადაასწრო. ამიტომ უკანა მანქანები ხშირად ადრე შედიან საბურავის გამოსასვლელად. ხოლო, როდესაც წინა ნელი მანქანა თავის გეგმიურ პიტსტოპს შეასრულებს, სწრაფი მანქანა ტრასაზე მასზე ძიძგილაობის გარეშე წინ გამოვა. ამ მდგომარეობას ანდერკატი ქვია. და რბოლის ყურების დროს, თუ სწორ დროს წამოიძახებ, თქვენი მეგობარი ნამდვილად ამაყის სახით გადმოგხედავთ. უსაფრთხოება თანამედროვე ავტოსპორტის უმთავრესი დეტალია. სადაც მანქანა რადონის მძღოლის არ უნდა იყოს, ავარიის და დაზიანების რისკი მაინცაა. დღევანდელ ფორმულა 1-ში უფრო დიდი შანსია გულშემატკივარი დაზიანდეს 320 კედელზე შემსკნარი მანქანისგან გადმოვარდნილი დეტალით, ვიდრე ის პილოტი, ვინც მანქანაში იჯდა. მძღოლი ზის უსაფრთხოების კარკასში, რომელიც ჯერ ცალკე გადის crash test-ს და მერე მანქანასთან ერთად, ნებისმიერი კუთხით და შესაძლო სიჩქარით. ხოლო თუ გუნდმა ეს ტესტი ვერ გაიარა, რბოლაზე ფიზიკურად არ დაუშვებენ. შემდეგი უსაფრთხოების დეტალი პილოტის ეკიპირება. ცეცხლგამძლე კოსტუმის იდეალური დემონსტრირება 2020-ში ბაჰრეინის ეტაპზე რომან გროჟარმა წარმოგვიდგინა. მას შემდეგაც პირდაპირ შეასწრა ბარიერს, ამოტრიალდა და 28 წამი გაატარა 800 გრადუს ცეცხლში. მერე ყველაზე იკონური კადრი გვაჩუქა გულშემატკივრებზე და თავისი ფეხით გადმოვიდა, ისე რომ დამწრობა მხოლოდ ხელებზე ჰქონდა. ისიც იმიტომ, რომ გადმოსვლის დროს ბარიერს დაადო ხელი. ჩაფხუტი დღეს ალბათ მარკეტინგისა და თვითგამოხატვის ერთ-ერთი მთავარი ფორმაა პილოტებში, მაგრამ მთავარი საქმიანობა მაინც თავის დაცვა. 2021-ში მაქსმა ლუის მონცაზე რო
გადაუარა იქ რა შეიძლება და მიგვეღო უჩაფხუტობისას არც მინდა რომ წარმოვიდგინო. მაგრამ ზემოთ ნახსენები დეტალები ფუნქციონალს დაკარგავდნენ, ჰანსი რო არ არსებობდეს. კისერზე დამაგრებული მოწყობილობა, რომელიც ინერციისას გადატვირთვას 80%-ით ამცირებს. ჯერემი კლარკსონს აქვს ნათქვამი სიჩქარეს არავინ მოუკლავს, უეცარი გაჩერება არის ფატალურიო. როდესაც მანქანა უეცრად ჩერდება, ინერციის ხარჯზე სხეული მაინც მანქანის მიმართულებით აგრძელებს მოძრაობას. სწორედ ამიტომ გვიკეთია უსაფრთხოების ზღვედი, დამოხრუჭებისას სახით საქარემინა რო არ გავიტანოთ. სხეულს კი გავაჩერებთ, მაგრამ თავს ფიზიკურად ვერ შევიმაგრებთ. სწორედ აქაა კისრის გადატეხვის ყველაზე დიდი რისკი. ჰანსი კიდევ უსაფრთხოების ზღვედებში მყოფ პილოტს ტანთან უფიქსირებს თავს, რომ 300-ით მიმავალზე უეცარმა გაჩერებამ თავი არ გაიქნიოს. თავის დასაცავად კიდევ ერთი დეტალი დამატეს 2018 წელს ფორმულა 1-ში. ეს არის ჰალო, ტიტანისგან დამზადებული 10 კილოგრამიანი წანაზარდი, რომელიც 12 ტონას უძლებს. და ბოლო 8 წელიწადში შარლის, ჟოუს, ლუისის, გროჟანის და კიდევ რამოდენიმე ადამიანის სიცოცხლე რეალურად გადაარჩინა. უსაფრთხოებაზე არა მარტო გუნდები, არამედ ტრეკის მესვეურებიც ზრუნავენ. ტეკპრო ბარიერები და საბურავის კედლები იდეალურად შთანთქავს დარტყმის ძალას და აცილებს ყველანაირ დატვირთვას ბოლიც. უბრალოდ ამ ყველაფერს მე აღდგენაც უნდა. სწორედ ამისთვის არსებობს უსაფრთხოების და ვირტუალური უსაფრთხოების მანქანის რეჟიმები. ავარიის შემდეგ ტრაექტორიაზე ნაწილების ასალაგებლად, დამტრეული მანქანის ევაკუაციისთვის ან ბარიერის გასასწორებლად მარშალთა ჯგუფი ერთვება საქმეში, რომლებსაც რასაკვირველია უსაფრთხოება სჭირდებათ. თუ საქმე შედარებით მარტივადაა, მაშინ ვირტუალური უსაფრთხოების რეჟიმი ერთვება. პილოტებს ერთმანეთზე გადასწრება მცირე ხნით ეგრძალებათ, სიჩქარეს კიდევ სადღაც 40%-ით აგდებენ. მაგრამ თუ სერიოზულ ავარიასთან გვაქვს საქმე, მაშინ ბოლოში უძლეველი ბერნ მაილანდერი შემოდის, თავისი მერსედესით. ყოფილი DTM-ის მრბოლელი, რომელიც თავისი სუპერქარით მრბოლელებს შეკრებს ერთზოლად და იქამდე ულიდერებს, სანამ ტრასა ისევ სარბოლო მდგომარეობაში არ მოვა. გადასწრებას რასაკვირველი აღზაულია ამ რეჟიმის დროს. თუ რა თქმა უნდა, უცებ ბოლოში არ გითხრეს მიდი გადაასწარიო. ხო, თუ საერთოდ საშინელება მოხდა, წითელ დროშებს ააფრიალებენ და სესია ცოტა ხნით შეწყდება. დროშა ვახსენდა, ყვითელი დროშა საფრთხის ნიშანია, რო დაინახა უნდა დააგდო სიჩქარე. თუ ორმაგი ყვითელი დროშა დაინახე, მაშინ უფრო დიდი საფრთხეა და შეიძლება მალე გააწითლონ. თუ ლურჯი აგიფრიალეს, ესე იგი წრეზე გეწებიათ და უნდა გაატარო, შავი დისკვალიფიკაციაა, შავი ნარინჯისფერი წერტილით კიდევ ნიშნავს, რომ რაღაცა გძვრება, საშიში ხარ და პიჩი უნდა შეხვიდე. მეტი დროშა ჯერ არ დაგჭირდებათ. წესები კიდევ რასაკვირველია ყველაზე და ყველაფერზე ვრცელდება. მაგალითად, კვალიფიკაციის შემდეგ მანქანები ილუქება. გუნდებს თავიანთ მანქანებზე მხოლოდ შეუძლიათ საბურავები შეცვალონ, მტვერი გადაწმინდონ და თუ რამეა გაფუჭებული ნაწილი, ზუსტად იგივენაირით ჩაარნაცვლონ. ვიზუალურ ნაწილებზე მაქვს რასაკვირველია საუბარი. ნებისმიერი ზედმეტი ცვლილებისას მანქანა კვირის რბოლას პიტლეინიდან დაიწყებს. პელეტონის უკნიდან კი არა, გარაჟიდან დაიწყებს. აი ამას ეწოდებათ ახურული პარკის წესი. ყოველი გუნდი სეზონის განმავლობაში იღებს ფიქსირებული რაოდენობის ნაწილებს, რომლებზე მეტი გამოყენებაც სეზონში გამოიწვევს 10 ადგილიან ჯარიმას. მაგალითად 2025 წელს გუნდებს შეეძლოთ 4 ძრავის, 4 სითბური და კინეტიკური გენერატორის, 2 ელემენტის და 2 ელექტროობის გამოყენება. ხოლო თუ სეზონის განმავლობაში Max Verstappen-ს მეხუთე ძრავი დასჭირდება, მაშინ 10 ადგილით დაჯარიმდება. ანუ თუ კვალიფიკაცია მოიგო და პირველიდან უნდა დაიწყოს, სადღაც პელეტონის შუაში გადაინაცვლებს. ხოლო თუ უბრალოდ სარბოლო უქმებზე რბოლამდე ის ნაწილი შეცვალე, რომელიც რეზერვში გაქვს და დამატებით არ აგიღია, მაშინ ჯარიმა 5 ადგილიანი იქნება. ჯარიმები კიდევ ძალიან საინტერესო გვაქვს. აქ დაგაჯერიმებენ ყველაფერზე. დროზე ადრე დასტარტვაზე, ტრასის ლიმიტების დარღვევაზე, სხვისი ტრასიდან გადაგდებაზე ან დამტვრევაზე, სახიფათოდ გამოსვლაზე პიტსტოპიდან, მოწინააღმდეგის მანქანაზე შეხებაზე, შეგინებაზე, კვალიფიკაციის მერე ნელასიარულზე, სხვისთვის ხელის შეშლაზე და დროშების იგნორირებაზეც კი. რბოლის დროს აკიდებულ ჯარიმაზე სასჯელი უმეტესად 5-10 წამიანია, რომელსაც ამ პიტსტოპის დროს მოიხდი, ან ბოლოს დაგემატება დამთავრებულ რბოლაზე. თუ უფრო სერიოზული რამე მიქარე, უბრალოდ პიტსტოპში გაგატარებენ და ამ დროს ამოიღებენ. ესაა drive-thru. თუ უფრო სერიოზული რამე გააფუჭე, პიძა შეგიყვანენ, 10 წამი გაგაჩერებენ და ისე გაგიშვებენ, ბორბლის შესვლის უფლებასაც არ მოგცემენ. ეს არის 10 წამიანი stop and go. ამ ყველაფერთან ერთად მრბოლელები საჯარიმო ქულებს იღებენ თავიანთ ლიცენზიაზე. ჩვენ ხო გვაქვს 100 ქულა წლამდე და ამას აკლებენ. ამათ კიდევ კალენდარულ წელში 12-ის მიღება შეუძლიათ. ანუ თუ ოლი ბერმანი აპრილიდან აპრილამდე 12 საჯარიმო ქულას მიიღებს, შემდეგ რბოლას გამოტოვებს. ხოლო მაისში მის ქულებს წინა აპრილის ჯარიმები აგდება. იმის გამო რომ გუნდებს შორის დაშორება დაბალანსებულიყო, 2021 წლიდან ყველა გუნდი ვალდებულია ბიუჯეტის ჭერის წესი დაიცვას. რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდს არ შეუძლია სეზონში 140 მილიონზე მეტის დახარჯვა. ან უფრო მეტის გააჩნია. ხანამდენია ხანამდე. არ ვიცი, ისე ჭრია და კერავი როგორც უნდათ. ამ 140 მილიონში რასაკვირველია პილოტის და ზემდგომი ტიპების ხელფასები არ შედის. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ გუნდები განახლებებს უფრო სიფრთხილით ეკიდებიან და ყველა რბოლაზე ახალი მანქანით არ გამოვლენ შეძლებული საჯინიბოები. საბოლოოდ რომ შევაჯამოთ, ფორმულა 1 მაინც უცნაური სპორტია. ზრდასრული ადამიანები ერთმანეთს ხოცავენ იმის გამო, რომ უცნაური ფორმის წრე ყველაზე მალე გაიარონ. გუნდები კიდევ კოლოსალურ თანხებს ხარჯავენ იმაში, რომ თავიანთი მრბოლელი სხვაზე ზემოთ იდგეს კვარცხლბეკზე. მაგრამ მეორეს მხრივ მეცნიერების პიკთან გვაქვს საქმე. შეჯიბრი იმაში, თუ ვინ
გამოიყენებს კაცობრიობის მიღწევებს უკეთ. ან შეიძლება თვითონვე აღმოაჩინონ რამე ისეთი, რაც ფიზიკურად ჯერ არავის აღმოუჩენია. 8 მარტს ფორმულა 1-ის 2026 სეზონს ავსტრალიაში დავიწყებთ. დაჯექით და უყურეთ. არაქულების დასაცვლელად და ფიზიკის გამოცდაში მოსამზადებლად, უბრალოდ ქაოსის გამო. რადგან მე და პიერ გასლი გაძლევთ იმის გარანტიას, რომ ეს რბოლა ძალიან დიდი ხანი დაგამახსოვრდებათ. აკოცეთ იმ ადამიანს შუბზე, ვინც ეს ვიდეო დაგილინკათ, მომავალ შეხვედრამდე.